სტატისტიკურად ადამიანების 83%, რომლებიც დიეტებს მიმართავს წონის კლების გამო, კლავდება. ეს დიეტები როგორც წესი უგემურ და დამქანცველ კვებას გულისხმობს, რაც ნერვული სისტემის განადგურების ფონზე მიმდინარეობს. ასეთი დიეტების დროს ორი ძირითადი რისკი არსებობს. პირველი, ფიზიოლოგიური რისკი. არაადეკვატური შეზღუდვების გამო ხდება მიკრონუტრიენტების დიდი დეფიციტი. ბევრი ადამიანი ვერც კი ხვდება იმას, რომ წონის კლება არა ცხიმის წვის გამო ხდება, არამედ იმის გამო, რომ კუნთის მასა მცირდება შენს კიდურებში. წარმოიდგინეთ 100 კილოგრამიანი ადამიანი, რომელმაც ორ კვირაში შეძლო 10 კილოს დაკლება. სინამდვილეში ამ ადამიანმა ცხიმი კი არ დაწვა, არამედ სითხე და კუნთოვანი მასა დაკარგა. ხოლო ის, ვინც ადეკვატური დრო დაუთმო ამ ყველაფერს, რაც ძირითადად 6-დან 7 თვემდე მერყეობს, შეძლო კუნთოვანი მასის შენარჩუნება და ცხიმის დაწვა. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სუფთო კუნთოვანი მასის აღდგენა იმაზე სამჯერ უფრო ძნელია, ვიდრე ცხიმის ან წონის დაკლება. ხოლო რაც შეეხება მეორე ძირითად რისკს, ეს არის მენტალურ-ემოციური ფაქტორი. დიეტები, რომლებიც მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვენ, ხშირად იწვევს ისეთი წინადადების გაჟღერებას, როგორიც არის ნებისყოფა აღარ მყოფნის. ეს კი იმის ბრალია, რომ შეზღუდვები არარეალურად რთულია. კვებასთან ემოციური კავშირი, სიამოვნების წყარო, ქართული სამზარეულოს ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საკვები არ უნდა იყოს დასჯის ან დაჯილდოების საშუალება, რადგან ეს ყველაფერი არა ჯანსაღ ემოციური გავლენას აყალიბებს ჩვენს ტვინში. მოკლედ, თუ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურე, ესე იგი ეს თემები გაინტერესებს. თუ გინდა რომ ამ თემებზე უფრო მეტი ვიდეო იხილო, გამოიწერე არხი და დალაიქე ვიდეო.